აი ეს გვინდა რა, ერთმანეთის დაღუპვა არ უნდა გვინდოდეს. ძალიან თავი ეთერში ხართ. ისაუბრეთ. გისმენთ. გისმენთ. რეჟისორს თხოვრა უთხრა გააფრთხილოს ხოლმე, აი დალოდება, იცის ესეთი რაღაცები და დავით უსე საუბრის რეჟიმი უფრო ჯობია, იმიტომ რომ ცოტა ძნელად აღიქმება ეს ესეთი ისინი რა მე შევწყვიტო. არა, სულად შეწყვიტო. უფრო ისეთი რა, აი უფრო ისეთი არა. აღას. ეხლა ლოცვების აი გემრიელი. სხვადასხვა სუპერსტარ მაყურებ რომ მე პირდები საგვარეულო. არა, მაგი არ გინდა, ეგრე არ მithქვამს მე კაცო. მე არა პრობლემა. ძალიან ისეთი ისმი აქვს რა, დისკომფორტს ქნის ხოლმე. მე ასე მგონიათ, მაშინ სხვა ფორმატი უნდა ვარჩიოთ მას. შვილის ლოცვებს ვიხვეწები უკვე მინდა. აი ეს გვინდა რა, ერთმანეთის დაღუპვა არ უნდა გვინდოდეს. ძალიან თავი ეთერში ხართ. ისაუბრეთ. გისმენთ. გისმენთ. რეჟისორს თხოვრა უთხრა გააფრთხილოს ხოლმე, აი დალოდება, იცის ესეთი რაღაცები და დავით უსე საუბრის რეჟიმი უფრო ჯობია, იმიტომ რომ ცოტა ძნელად აღიქმება ეს ესეთი ისინი რა, მე შევწყვიტო. არა, სულად შეწყვიტო. უფრო ისეთი რა, აი უფრო ისეთი არა. აღას. ეხლა ლოცვების აი გემრიელი. სხვადასხვა სუპერსტარ მაყურებ რომ მე პირდები საგვარეულო. არა, მაგი არ გინდა, ეგრე არ მithქვამს მე კაცო. არა პრობლემა. ძალიან ისეთი ისმი აქვს რა, დისკომფორტს ქნის ხოლმე. მე ასე მგონიათ, მაშინ სხვა ფორმატი უნდა ვარჩიოთ მას. შვილის ლოცვებს ვიხვეწები უკვე მინდა გადარჩებიანო. ამიტომ თუ რამე ვაჟკაცობა, ქართველობა, სინდისი, ნამუსი, მართლმადიდებლობა, რაღაცა ერთი პინწყალი მადლი შეგრჩათ. დაუშვით ალტერნატიული საბუთები საქართველოში და მე პირადად კპირდებით, როცა მაგას გააკეთებ, მის მერე ვიწყებ ბრძოლას იმ ალტერნატიული საბუთების წინააღმდეგ. კიდე. თუ ჯერ ამოისუნთქოს ამ ხალხმა, პენსია მიიღოს. მერე იმ პირად ნომრებზე უნდა გებრძოლოთ, გესმით? და კიდე იმაზე რომ აღდგეს იქ რელიგიის გრაფა. მაგრამ ვის აინტერესებს? ანტიქრისტეს არ აინტერესებს და მისახურებს რომ მე რა მქვია, მამაჩემს რა ერქვა, რა რწმენა მაქვს, რა ეროვნების ვარ. მისთვის თავარია პირადი ნომერი 0001234567 რაც არის ესე რო ვთქვა. ანუ გაგვცხვარეს, ნომრებად გადაგვაქციეს. უჯიშოც ძალიან. ინტრიგა. ინტრიგა რატო? აუ და ინტრიგაც რომ იყოს, მე ამას დიდი სიამოვნებით გამოვიყენებდი მილიონების განსასწავლად. მაგრამ ბატონო ასეთი დათო ამოჭრიან მე. ამოჭრიან დათო მე და ამოჭრიან და მე დამაბრალე რა. ამოჭრიან ამ ყველაფერს ახლა რასაც უპასუხო. აი ამას ამოჭრიან, კამაც. შენ დაიწყე მე. მე არ გამეთობ ადამიანო. გითხარი რომ არ არის ეს ადგილი 9 ჯერ გაგაცემული. პასუხი ადვოკატებიც იყვნენ აქა. ვერ ხედავ რომ არ მინდა გაიგონო. შენიღმული ზარია რა კაკა გაუგებარი რა იყო კეთილი სხვა დროს გაგცემთ პასუხს რადგან დღეს არ მეძლება საშუალება მე დაგი მე ის გქენი ნუ არავა კარგი უპასუხე რო ამოჭრან ხო შენ გაიცი პასუხი რა მაშინ რა რო ამოჭრან აი ესეთი რასაც გასცემ ხა პასუხს კი ბატონო არა გაქვს უფლება შენ ამათ უთხრა რა გააკეთო და რა თვითონ გადაწყვეტო ვეუბნ წაუკითხავ რამდენჯერ გისმენთ მე და თავი გავშეფოთ ახლა ესე იგი ჯერ არ შემდგარა ახლა რაც შევახწერე ნაწილობრივ მოხდა. ხო, არა, მოდი მივყვეთ ქრონოლოგიურად ახლა. რადგან თქვა ღვთისმშობელმა ამერიკა იწვის? ეს შევინათქვამი არ არის, ხო? არა, გავიგე, მაგრამ ორი შენობის ახლა დანგრევა. შენობა არ არის, სათამბჯენები, სადაც 5000-მდე ადამიანი დაიცვა. ამერიკის არ ნიშნავს დავით ახლა. აღაზე. ნუ ახლა შენ იმაშიც მეწინააღმდეგები ღვთისმშობელმა თქვა ამერიკა იწვისო, ხო? ესე გამოგდის. ესე იგი, კაცო, ჯერ არ მოხდარა ეს. ეს ნიშანზე უთხრა რომ ხვალე იწვისო მეტი რა გინდაო რომ მე რო ღვთისმშობელი ვარო ანუ ხალხს ხედავ კითხულობთ ახლა დაუკვირდი ვაპატიე რა აი ეს კი ბატონო მე გაპატიო ღვთისმშობელმა გაპატიო არა არ არის ეგრე იმიტომ რომ ამერიკა არ იწვის 2001 წლის მერე გავიდა 16 წელი ამერიკა კი არ იწვის სხვას ვარს კაცო და სხვას მომბავს ის სოდვებშიც იწვის რა ესეც ხო შეიძლება თქვა გლობალიზაციას ვინ აკეთებს ქვეყანაზე
სოფლიო დაწვიფრვას. გამოდის ამერიკიდან, ხო? ანუ ანტიქრისტეს ნიშანი მოდის მოსეირნობს ამერიკიდან, ესე არ არის? რუსეთს რო უყურებს, შენ და პატრიოტად რო მოაქვს თავი, მის უფროს და დანარჩენ მის ხელქვეითებს. მთელი რუსეთი უნდა დაიჩიპოს 25 წლამდე. ანუ ვის კურთხევით აკეთებენ ამას? ამერიკის, ხო? გასწორია. ხო, ანუ ეგ უნდა მეთქვა, რომ მისგან მოდის. შეთანხმებული მოქმედებაა, მაგრამ ის რაც მათ წერია, ჯერ არ მომختარა. გასაგებია. არა, რა წერი? აი ეგ რაც წავიკითხე. აპოკალიფსის რაც აი. ხო, გასაგებია ის უკვე მთელი ამერიკის უბედურებას მოასწავლა. არა მარტო ამერიკის. ნახოთ ეს ბაბილონი. ბაბილონი. ვინ არის? წყლებზე მდგარია რა, წყლებზე. 7000-ზე დგას. ქალაქი ბაბილონი 7000-ზე. 7000 სხვათა შორის ლენსკეგორი. მაგის მოგონილია და თვითონ ეს გული, ჯვარი, აი წარმოგიდგენთ, მოკლედ გეტყვი შვილო, რომ ჯვარი გავჭერი, ჯვარი დავარტყი. ეს არის რიტუალური ესე სარწმუნოებრივი დამამცირებელი პროცესი. მექანიზმი ხა ბავშვია და ცოტა შეიძლება ვერ თქვი, მაგრამ უпроსების გასაგონად ვამბობ ამას. ისე გადმოცემა არის ესეთი, რომ რომელი ჯარისკაცები, როდესაც ჯვარს იყო გაკრული უფალი იესო ქრისტე, თქო პაუზა, ხო, საათები გადიოდა სანამ უფალი აღესრულა ჯვარზე. კარტს თამაშობდნენ ამ დროს თურმე. ჯვარცმის დროს. აი, სხვა რომ არაფერი, თუნდაც მარტო ამისთვის აიგრძალებოდა ეს თამაში, ვისაც ღმერთი უყვარს და ვისაც უფალი უყვარს. და შვილო მაგის გარდა ნარდაც იყო უფალს, როგორც სამყაროს შემოქმედს. ლაბორატორია ვიზი, აი, კორიფეებზე, ხო, ახლა ჰოპკინსკი გარდაცვლილა და ხო ნობელის პრემია ყველას რომ მიაწერენ ან ნობელის პრემიის ლაურეატობას ეს ვერ გავიგე კაცო. ეგ არის მგონი მოწმე. არის ხარ მორწმუნე ხო ვერცად ვერ ნახები ჯილდოებში ნობელის პრემია და ადამიანი ღმერთს გმობდა და ერთი ამ ჰოპკინსი არისო რა გააკეთა ჰოპკინსა ვერ გავიგე მაგრამ მე რო ჩამოვთვლი ახლა მე-19 და მე-20 საუკუნის კორიფეებს მათ შეცვალეს უფლის ნებით რა თქმა უნდა სამყარო ეს არის დავანებოთ აინშტაინის თავი, ხო ტესლა გვერდზე გადავდოთ, რომ ის მორწმუნე იყო ტესლა. სერბი იყო სხვათა შორის. და იმითო დაბროკეს. იძახიან რომ აინშტაინი ჩაანაცვლეს. მორწმუნე მართლმადიდებელი იყო სერბი, ტესლა. რომელიცაც ამბობენ რომ სასწაულებს ახდენდაო. ხო ნიუ-იორკის აკადემიაში მისულა მანქანით, რომელსაც მოტორი არ ჰქონდა. თუ თამოგანა მოძრაობდა. ნუ ეხა ელექტრომაგნიტური მისი ენერგიის გადატანა აღსარებლის დროს ვიში იყო ეკლესია? ჯერჯერობით ვინც გაკვეთა მათმისი მეამხსარებელი ერთი წამით კითხვა დამამთავრებინეს. ვინც განკვეთა მაქსიმი ამხსარებელი, ვინც ხელი მოყვეთა, ვინც ენა მოყვეთა, იმათში იყო ეკლესია თუ მაქსიმი ამხსარებელში. სანამ პასუხებ, ეხლა ცბიერობთ და ხართ ცბიერები ერთიც მეორეც და თქვენი თელი ტელევიზია. არგინა სიმართლის გაგება. არ გათიშოთ ეთერი, არ გათიშოთ. თუინა დათო, კახა გელაპარაკება. და პირდაპირ გიორგი რო ალაპარაკე მანამდე პავლოვი მხელაზე, მე შენ გამხელ. გამხელ, იმიტომ რომ ცბიერო გარგინა სიმართლის გაგება. კახა ვარ იცი ვინც გელაპარაკება შენ. ეხა მომისმენე კახა, ძალიან გთხოვ რა, ცოტა აი კორექტულად ისაუბრე, ჯერ ერთი, აი გათიშა. ცბიერი ერთი წუთით რა გავაგზავნო ხო მე მელაპარაკება და მე გავცე პასუხს რა ეს არის შენი მართლმადიდებლობა გავცე მამა გაბრიელის განდარა ცოდვილი დავითისგან დავით მოდი შენ დავითის ცბიერი არის ვარ რასაკვირველია ცბიერიც ვარ და კიდე ამაზე უარესიც მაგრამ ღირსი მამა გაბრიელი არ იყო არც ცბიერი და არც უზაკველი ადამიანი იყო და სანამ დაიწყე მე გავცე რამდენჯერ უნდა გავაჩერო ერთი წუთით დათო რა ბაბათია როდესაც მართლმადიდებელი ადამიანი და პრეტენზია გაქვს იმაზე რომ ამხელა სხვას ხო ჯერ იტყუები იმას რომ არ გამთიშოთ არავის არ გაუთიში ხარ ეს პირველი ტყუილი აი ხა ეთერში ეს სპექტაკლი რო ჩაატარე ძალიან გთხოვ არ გინდა რა ეს პირველი დათო ერთი წუთი გეხვეწები სპექტაკლი ჩაატარე ეს ერთი მერე კაც მიმართავ ცბიერი შენ არა ხარ შენ წმინდანი ხარ ხო კახა ეს ორი და მესამე რა დაგიშავით შედალოცვილო გააგზავნე დათო შენ სათავეს საიდან იდებს წარმოგიდგენიათ კი ჩვენ შეგვიძლია დადებითად გამოვიყენოთ საქართველოს როცა ჩვენივე იქნება მეფის დროს ჩვენივე ქსელი გვექნება უკვე არა ეშმაკეული არამედ ამას გამოვიყენებთ ღვთისმშობლის ადიდებლად ხო მაგრამ ჯერჯერობით ის ბრიუსელის კომპიუტერი მართავს ამ ქსელის საშუალებით
და მხეცის რიცხვი შეიძლება სწორედ ამ www-ში იყოს და დანარჩენი ყველაფერი მისი სატელიტები, ასე ვთქვათ. პატარ-პატარა ექვსიანები იყოს ყველაფერი. ნუ დათო გააგრძელებს ამ თემას. ეს ისე ცნობისთვის თქვი, რომ დაუკვირდით w შესაბამება 23 რიცხვი. თუ ეხა ასტროლოგები რაღაც манипуляციებს მიმართავენ, ჩვენც ვემართოთ გარკვეულ манипуляციას 2 გავამრავლოთ 3-ზე. გამოდის 6 და ვხვებულობთ 3-6-იანს, ხო დავით? საინტერესო მიგნება რა სიტყვი შენ? ცნობილი ამბავია, რომ 3w 3-6-იანს ნიშნავს. არა, როგორ ნიშნავდა ეს არ ვიცოდი. შეიძლება სხვა ახსნა გაქვს კიდე რამე. არა, მე ხლა თვითონ წმინდანი რასაც საუბრობს ამ თემებზე, ის მინდა ხალხს გავაცნო. მართალია ამას წინ დიდი აჟიოტაჟი უძღოდა, ერის ხალხის აზვირთ და მონასტრები აზვირთდნენ და საპატიო ქოს ესე რომ ვთქვათ მოთხოვეს რომ გამოვეტანათ სწორი განაჩენი, რომ როგორ შეიძლებაო ესეთი ხელმოწერა ეკლესიამ მიიღოსო და მართლაც ეკლესიამ პუნქტებად კრებაზე ჩამოაყალიბა თუ რატო იყო ეს არასწორი და მაგრამ მიუხედავად ამისა რომ ეკლესიამ უზუსტესი პოზიცია დაიკავა მაინც დაისაჯა ქართველიერი მაშინ ამხელა მიტროპოლიტის ამ დიდ შეცდომაზე და არა მარტო მის შეცდომაზე რასაკვირველია იქ მანდარინებს ყიდიდნენ თუ ქალებთან ურთიერთობდნენ აფხაზეთში ეპისკოპოსმა ეს შეცდომა დაუშვა და დაუკარგეთ მთელი აფხაზეთი. ის ყიჯინა ქართველმა რომ მოესმა შეიძლება დაკარგა ჟინი, იმიტომ რომ სხვანაირი ომია ეხლა აღარ არის ქართველის პიროვნული თვისების ზევაზე დამოკიდებული ბრძოლის შედეგი. ეხლა უკვე ტექნოკრატიული ბრძოლაა. დავით ხო ხტები? რაც უნდა ვაშკაცე იყო, ხო? ბომბის წინააღმდეგ და ქიმიური იარაღის წინააღმდეგ და ხელოვნურად გამოსდული კოღოების წინააღმდეგ მარტო წმენა და მარტო ის გადაგვაქვს. ხო და ეს სარწმუნოება ამაზეა გამახვილებული. არა, მე ვარ ხო. სარწმუნოება არც ეხლა არ უნდა მოაგდეს ქართველს. არც მაშინ აკლდებოდა, აი ეს მინდა. ანუ სარწმუნოება არის ერთადერთი იარაღი ბრძოლისა ბოროტის წინააღმდეგ. ხო დავით? აი გავიხსენოთ ხო იგივე პატარ-პატარა ესეთ მომენტებს წავიკითხავ და ავაგოთ რა ნელ-ნელა მოდით ჩვენ იმას დავამთავრებ უბრალოდ და მე გავყვეთ ჩვეულებრივ რეჟიმში. წელოდებოდა როდის მოინანიერდა, მაგრამ არ მოინანიერდა. მოდი გავახსენოთ ამ ხალხს დავით. მამა ნიკოლოზმა რა თქვა? ერთხელ რა გვიგდეს დასაცინად ასე ვთქვათ, რომ მიშა რო ეძახდაო შევარდნაძეს გავიხსენოთ ეს სიტყვები. შევარდნაძეს ვერ მოერეოდა ძვირფასთან მაყურებელო, იცით თქვენ ეხლა ბოროტი ძალა ყავდა ჩასახლებული, რომელიც შემდეგ პუტინში გადავიდაო. ეს არის ნათქვამი ვისე მამა გიორგი ბასილაძის მიერ. ეხლა შევხედოთ აქედან. გისმენთ გალბატონო? გამარჯობა ბატონო. შვიდობა. ძალიან დიდი ბოდიშით ბატონო გიორგი, მაგრამ ბატონ დავით, რატომ არ ასაუბრებ? აი ხო გეწინდებათ რომ გეუბნებით, მაგრამ მე მინდა რომ ამ ადამიანმა ილაპარაკო. ეს თქვენ გიდათ ქალბატონო და მე მინდა რომ ჩემ ტელევიზიაში მე ვისაუბრო. ეს თქვენი გადასაწყვეტი არ არის ქალბატონო. ეს ელემენტარულად არის უზრდელობა ეხლა. რამდენჯერ ვთქვა და რამდენჯერ გავიმეორე და მე და დავითი გადავწყვიტავთ ამას რა. და არც ქრისტიანობა არ არის ეგ. დავით ბატონ დავითს აქვს თავისი გადაცემა, სადაც ის საუბრობს ყველა საკითხზე. მე ჩემი გადაცემა აქვს, მე ვსაუბრობ. როცა ვსივართ ორივე ეთიკის ნორმები მოითხოვს, რომ ვისაუბროთ ორივე. და არაც არცაკე. თუ თქვენ ჩემს საუბარში რამე არ მოგწონთ, გადართეთ იმ დროს, როცა მე ვსაუბრობ და გადმორდეთ, როცა დავითი ისაუბრებს. ნუ უთესავთ ამ, ხო არც მაინც არაფერი არ გამოგივათ, აქა დაგავჩირებით რა. ბრძანეთ ეთერში ხართ, გისმენთ? აი ესეთი ხალხი ქრისტიანები არ არიან დავით რა. ამათ უნდა მიმართო. მე კი ამ ცხენია საყდური გისმენთ? ისე მომზადეთ, ეთერში ხართ გისმენთ? ისაუბრეთ. ალიო? დიახ, გისმენთ? გამარჯობათ. ალიო? შვიდობა, გისმენთ ხალბატონო. ბატონი დავითი, საინტერესო წიგნები აქვს მოტანილი და იქნებ დავაცადოთ წაკითხვა. დავაცდით, ხალბატონო, დავაცდით, ახლა ნუ რა არის ეს რა არა უშავს, არ ინერვიულობ, მე ცალკე რუბრიკები მაქვს და თუ რამე დამაკლდა აქ ვერ წაგიკითხე დღეს, რადგან პირდაპირ ეთერია, იქ არ არის პირდაპირ ეთერი, მაგრამ ჩავწერ. წავიკითხავ და მაინც ეს მე მაქვს ერთი კითხვა თქვენთან. თქვენამდე მოვიდა, ნუ გეშინიათ. აი თიშავე. უბრალოდ რამე გვერდს იცი რომ ზოგი ასე რეკავს, ზოგი ისე რეკავს, ვერ გავიგე კაცო. ჩვენ წვითავთ აქ როგორ უნდა იყოს და თქვენ რატო კარნახობთ გავაგებინეთ ერთი რა. ან რაღაცა მიზანმიმართული ზარია ეს ან ვერ გავიგე რა, რამდენჯერ უნდა ვთქვათ ეს. ნუ მაშინ მე გავალ საერთოდ კაცო. ეს გიდათ?
შენ მაინც გაიცი პასუხი, ჩემს რა დაერეკათ, მე ჩემს ხარ დავწევდი პასუხს. მე რა ვთქვა გია, შენ ამბობ თქვა რომ მე ვარო ამ ტელევიზიის უფროსიო და როგორც ვიდა ისე იქნებაო, ხო ამბობდა. არა, ჩვენ ვთქვით ამ ესენი ხო ისმენენ ამ ყველაფერს, მე რა ვთქვა, რა ვთქვა. არა, დავით, მე კი არ მეთქვია, დირექტორიც ხარ, დამფუძნებელიც ხარ, როგორც მე. კი ბატონო, შენ როგორც საჭირო ჩათვლი, ისე გააკეთე. დათო არ არის, ჩვენ მე როგორც შევძლებ, ისე გავაკეთე. ეს გადაცემა არის ყველასთვის. ზარები არის ერთ-ერთი პრეროგატივი ამ გადაცემისა. და ეხლა თქვენ თუ გინდათ რომ ზოგს უნდა უსმინოს ამ წიგნებს აიღეთ ეს წიგნებსაც აიკითხეთ მაშინ სახში კაცო. თუ დათომ უნდა გააკეთოს ეს თქვენ მაგივრად. ხო, დათო არ აკეთებს არც ერთ იმ გადაცემას ჩაწეროს და იქნება ეთერში გაუჩვენთ აჯერ მეტად და უყურეთ იქ. აქვს სხვა მიზანი ეს არის ინტერაქტიული პირდაპირ ეთერი. სადაც არ შეიძლება მონოლოგიური თემატიკა იყოს, ასე ვთქვათ, დომინანტი. გესმით ეს სიტყვები, რასაც ვლაპარაკო? შემოუშვით, გისმენთ ზარი.